გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვართ შეკრებილი კონსტიტუციის გუნდი, ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის ნაწილი. ეს გუნდი შეგახსენებთ, რომ ვიკრიბებით იანვრიდან, ანუ საოცეთი 11 თვეა, მანამდე ვიკრიბებოდით კიდევ სხვა გუნდი, რომელიც შემდეგ ამ გუნდს შემოვერთდა, ის დაახლოებით აგვისტოდან წინა წლის. გუნდი იკრიბება იმ მიზნით, რომ გადავხედოთ დღევანდელ სიტუაციას, რომ იმ კონსტიტუციურ წყობას, რომელიც საქართველოში არსებობს და იმ შემთხვევისთვის, როდესაც და როცა გაიხსნება იმის საშუალება, რომ უკეთეს საქართველოს ავაწყოთ, შიდა წყობით და იმ თამაშის წესებით, რომელიც იქნება ყველა აქტორისთვის თანაბარი, რომ გქონდეს რაღაც ნამუშევარი, რაზეც შემდეგ დაეფუძნება უკეთესი საქართველოს. ამაზე სამწუხაროდ არ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვალ რომ თქვა ყველაფერი გადმოგვცეს ჩვენ და გაიხსნას სინათლე ჩვენს წინ ფართო გზა როგორ უნდა რა წესებით უნდა ვითამაშოთ ქვეყნის აწყობა და სიტუაციის გამოსწორება. და სწორედ კონსტიტუცია ის ჩონჩხი, ის საფუძველი, რაზეც დანარჩენი კანონები უნდა დაიდგას და დანარჩენი ქვეყნის წყობა უნდა იყოს მომართული. ამიტომ ამ თავიდან მე ვიტყვი, რომ თუ ხართ ამ დარგის სპეციალისტი, ძალიან გთხოვთ შემოგვიერთდით, დაგვიკავშირდით და გასაგებია, რომ რაღაც რითთან არის დაკავშირებული, რომ შეიძლება რამე არ იცოდეს, როგორც ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ და ერთმანეთისგან სწავლობთ, ძალიან ბევრს კითხულობთ და აქედანაც ბევრს სწავლობთ. და ეს პროცესი თვითონ ისეთი დინამიურია და არ გვაქვს ყველაფერზე პასუხები და ერთად ვეძებთ პასუხებს. აქედან გამომდინარე, იმედია შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს ადრინდელ ჩანაწერებსაც. დღესგან გავარჩევთ ორ თემას. ერთი ეხება თვითონ მიდგომას, თუ როგორ უნდა შევამოწმოთ ეს მოდელები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მოდემი მოდელი წარმოდგენილი, თუ როგორ შეიძლება უკეთ გაუმჯობესდეს ჩვენი შიდა წყობა. ახალი კონსტიტუციის ნაწილების მოდელი, რაც ძირითადად ეხება ხელისუფლების გატაცების პრევენციას. და არის ესეთ შეკითხვა, რომ ჩვენ სუბიექტურად უნდა შევაფასოთ ეს ინფორმაცია, ეს მოდელი, თუ რაღაც არსებობს დღესდღეობით ტექნოლოგიებში ისეთი ხელსაწყოები, ისეთი თულები, რომელიც ჩვენ ამას გავაკეთებს, ისე რომ ჩვენი ადამიანური სუბიექტურობა ბაიას არ შემოვიტანოთ ამაში. აქედან გამომდინარე, ქონდა რამოდენიმე მიდგომა და მინდა დღეს ესეთი ერთი ასეთი მიდგომა შემოგთავაზოთ. გავაშიარებ screens და მიდასტურეთ რომ ხედავთ. chance. მადლობა. ესე იგი ეს არის Google-ის Notebook LM, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მის განსხვავება ის არის, რომ შეგიძლიათ რომ ჩადოთ ინფორმაცია შიგნით, ის წიგნების წყაროები, რომელსაც გინდათ რომ მან ისწავლოს და სხვა წყაროებს, რომელიც არის ასე თქვა გაბნეული ინტერნეტში, იმას არ მიაქცევს ყურადღებას. ანუ გამოდის ესეთნაირად, რომ თქვა რუსეთმა რომ ჩადოს დიდი ინფორმაცია რაღაც თემაზე, მაგალითად არჩევნებზე, რომ ეს უნდა ჩატარდეს და არა ისე და ასე შემდეგ. და ეს გააბნიოს მთელს ინტერნეტში, ეს მოდელი იმას ყურადღებას არ მიაქცევს და მხოლოდ იმ წყაროებს მიაქცევს ყურადღებას, რომელსაც ჩვენ მივაწოდებთ. შესაბამისად, აქედან დაიწყო ასეთ შეკითხვა, რომ ასეთი წიგნები, რომლებიც მე წინა შეხვედრებში ჩამოვთვალე და გაგიზიარეთ მათზე წვდომა, როგორ არის დაალაგებული, რა თავებია მასში და ძირითადად რაზე დგას ის შეტევები, ის შეტევის ბოძები რა არის, რომელსაც ავტოკრატები მიდგებიან ხოლმე და ასე თქვა ჭრიან იმისთვის, რომ დემოკრატიული ბურჯები დაანგრიონ და ჩამოშალონ დემოკრატია. და ასეთი ბურჯების სია სწორედ მოიპოვება აი ამ წყაროებში, სადაც ისინი რაღაცა თავების მიხედვით მიყვებიან ამას, ან კონტენტის მიხედვით და ჩვენ რომელსაც ადრე გავარჩიეთ ის შეტევების ნაწილები, რომლებსაც იყენებდნენ პრეცედენტები არსებობს ამის მრავალ ქვეყნებში, სწორედ აი ამ ინსტიტუციებზე დგას დემოკრატია და ესეთი არის ვარა და ჩამოთვლი ეხლა და თან შიგნით შევალ და განახებ დაახლოებით რა ხდება. პირველი ეს არის judicial erosion, ანუ სასამართლო სისტემა და აი აქეთ ან როგორ არის ეს დაალაგებული, რომ მარცხენა მხარეს არის ის წყაროები, რომლებიც მე ჩავთვალე საჭირო, რომ იქნებოდა საინტერესო ამ კუთხით.
ესეც ხელოვნური ნაწილობრივი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოხდა ამათი დადგენა და ასევე არის მთელი რიგი სტატიები, რომელიც ამას დაემატა. და შემდეგ ამ tools თვითონ Notebook LM-ს აქვს საშუალება რომ კიდევ დაამატო ეს წყაროები, ასე discovery საშუალებით, ან პირდაპირ ატვირთო. შეუძლია თქვა ვიდეოებიც ატვირთო აქ თუ ეს გაინტერესებს, ან პირდაპირ შენი ტექსტი მიაწოდო. აქედან გამომდინარე შემდეგ ეუბნები ამას რომ მომიძებნე ყველა ის მეთოდი და აი ამ რაღაც კატეგორიების მიხედვით დამილაგე, ვთქვათ მიდგომა, კონკრეტული შეტევის მეთოდები და პრეცედენტები და ამ პრომპტის მიხედვით შემდეგ ეს ინფორმაცია ლაგდება ისე რომ მარტო სასამართლო სისტემას რაც შეეხება ის ინფორმაცია ამოიკრიფოს და დალაგდეს პასუხში. ანუ რა ხდება, რომ რეზულტატი ამის ის, რომ სასამართლო სისტემებში ბისადმი რა შეტევებიც არსებობს ავტოკრატიის მიერ, ეს ყველა შეტევის პრეცედენტული ნაწილი ლაგდება კატეგორიზირებულად, ლამაზად ამ პრომპტის შედეგში. და გვეძლება, ასე ვთქვათ, ავტოკრატის შეტევის ყველა ის მეთოდი, რაც აქამდე ყოფილა, ნუ შეიძლება სულ ყველა არ იყოს, მაგრამ დაახლოებით 1.95% მაინც, რაც ისტორიულად არსებობდა, ამ რეზულტატში მოიყრის თავს. კარგით, შემდეგ არის რა თქმა უნდა, სხვა ნაწილები და ჩამოყვები ამას თემატიკით, იგივენაირად არის დალაგებული, პრომპტი იგივეა ყველასთვის, უბრალოდ იცვლება, ვთქვათ, ეს სასამართლო სისტემა იქნება თუ არჩევნები იქნება და ასე შემდეგ. მეორე არის capturing the executive, ანუ როგორ ვასილ, ერთი ინსტრუმენტია კიდე მას notebook-ს აქვს, mind maps რო აკეთებს მარჯვნივ, მაგის პირდაპირ გაგი ვიზუალიზაციასაც კი გაუკეთებს მაგიმეებს განშრებს. მე შემდეგ ეტაპზე რომ გადავალ იქ აღმოჩნდება რომ ეს ლისტი როგორ მუშაობს და იმას გავაჩევ ანუ ჩამოვთვლი ახლა ეს 8 რა არის აქ capturing the executive ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიტაცება როგორ ხდება აქ 28 წყაროა გამოყენებული შემდეგ მესამე არის არჩევნები და ის ოპოზიცია რომელიც ცდილობს რომ შენ შეგიჯიბროს მათთან როგორ უნდა ისინი როგორ უნდა დაამარცხო ასე ვთქვათ ავტოკრატიის წიგნი აქ არის 36 წყარო მეოთხე არის legislature and sitting opposition ეს არის კანონმდებლები პარლამენტი იქნება თუ კონგრესი და ის ოპოზიცია რომელიც შენ ყავს იქ ანუ შენი ოპოზიცია რომელიც უკვე არის არჩეული და შენ ყავს იქ შემდეგ არის მეხუთე takeover of fourth branch institutions ეს არის მეოთხე შტო ეს ასე დავარქვი აქ და არის წყაროებში გამოყენებული ეს ტერმინოლოგია ეს ეხება იმ არეგულირებელ ბალანსებელ დამკვირვებელ ორგანიზაციებს რომლებიც თვითონ სახელმწიფოს აქვს განვითარებული და იდეაში არის აპარტიული და ნეიტრალური შემდეგ არის მეექვსე control of media მედიის კონტროლი აქაც მთელი რიგი წყაროები აქვს ხედავთ და მერვე არის civil liberties ეს ერთი გამოვჩენ მგონი არა კი control of civil society ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები ის ორგანიზაციები რომლებიც ხალხს აქვს შექმნილი ასე ვთქვათ იმისთვის რომ მათი აქტივიზმი რაღაც განვითარდეს და ამის ეს საშუალება ჩამოიშალოს დემოკრატია და მე არის პერსონალური თავისუფლებები civil liberties. აი ეს რა არის აქ თავმოყრილი რომელზეც რა თქმა უნდა როდესაც პრომპტი უკან მოდის მაგალითად მედიის ჩამოშლა ისევე როგორც მასა ბოდი შეგაწყვეტინე მანდ გამოტოვებული ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ამ AI-ით რო აკეთებენ ხოლმე მე რჩებათ ხოლმე არის თვითმმართველობა იმიტომ რომ აუხსნე ეხა რატო არის ხოლმე რა რომ არ იყოს გაურკვევლობა რა ანუ აქ არის როგორ ხდება ცენტრალური ხელისუფლების მიტაცება დემოკრატიებში ეს პრობლემა არ არის ანუ უკვე ანუ მაღალი თვითმმართველობაა და ეს შემდეგი ეტაპია რა მაგ გააკეთე ჰიტლერმა
აჰა. ცენტრში რომ მოვიდა მე ხო, რას ვამბობ? მოახერხა ეხლა ზუსტად დაახლოებით მაგაზე ვამბობდი, რომ ესე იგი ეს მექანიზმები ხშირად აი მედის მიტაცება როგორც იქნება და როგორც არის თქვათ აღმასრულებლის თქვათ საკანონმდებლოს მიტაცება, ბევრი რამ ეს მექანიზმი ერთმანეთს იმეორებს. ბევრი არა, მაგრამ რაღაცა ნაწილი შეიძლება მიდგომა იყოს თქვათ მოსამართლეების გავლით ხშირად ესე ხდება, ანუ გაправება, ასე ვთქვათ, ექშენების და მე გითანხმები, რომ ეს ნაწილი დასამატებელია. მე თავიდან ვერ გადავწყვეტე, როგორ გამეკეთებინა ეს, რომ ვთქვათ, ცენტრალიზებული როდეს არის ან თუ დეცენტრალიზაცია შევიტანთ და ეს იქნება მექანიზმი წინააღმდეგობის თუ, იმიტომ რომ ეს არის მიტაცების მექანიზმები და მიტაცების მექანიზმი მიტაცება არის მიტაცების მექანიზმი აღიწერება ესე იმის რა ქვია ადგილობრივი თვითმმართველობის ძალაუფლების მინიმალიზაცია ან განულება გეთანხმები, შეიძლება ეს ჩავამატო აქ და არ არის პრინციპი capture არის უბრალოდ ნახე ჩვენთან ეს მიტაცება მოხდა უფრო ადრე ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების პრინციპში პარალელურად მოხდა მაგრამ ანუ არც კი არასდროს ყოფილა რა ამის თქვა მინდა კიდევ რამე ხომ არ გახსენდება მუნიციპალიტეტებს ჩამომატება, იმიტომ რომ ეს საქმეს ვერ დააშავებს აგმეტის ჩამატება და თუ მე მაქვს ეგენი ანუ მე ხო ადრე პრეზენტაცია გავაკეთე ჩავხედავ იმას ჩამონათვალი მაქვს შევადარებ მიცეჭთ გავაგრძელებ და აქ ვიტყვი და ეს ინფორმაცია შემდეგ როგორ გამოვიყენოთ, ხომ? არის ესეც შეკითხვა. ამ ყველა ეს ყველა პასუხის შემდეგ აქედან აგენერირებს იმ შეტევის list, რომელსაც იყენებენ ავტოკრატები. ანუ ეს არის რაღაც master list of autocratic playbook, ხო? ანუ რაღაც master list-ია ავტოკრატების სათამაშო წიგნის, რომ როგორ შეუტიონ ამ ინსტიტუციებს. შემდეგ გადმოვდივართ აქ და გვაქვს ხო, და შემდეგ გვაქვს notebook 9. notebook 9-ში რა ხდება? არის ესე იგი red team ეს notebook 9 არის შეტევის წიგნი შეტევის წიგნი ნიშნავს იმას რომ ის ყველა მექანიზმები რაც რომ ავტოკრატებს აქვთ განვითარებული ეხლა ხდება ასე ვთქვათ თავდასხმის მექანიზმი და რასაც ჩვენ ჩავდებთ აი მაგალითად საქართველოს კონსტიტუცია ჩავდე ამ შემთხვევაში ეს playbook-ი, ეს შეტევის ნაწილი ხდება სწორედ აი ამ თავდასხმის წყარო. ეს და საქართველოს კონსტიტუცია ამ შემთხვევაში თავდაცვის ნაწილი. როგორ უძლებს საქართველოს კონსტიტუცია მაგალითად აი ამ თავდასხმებს. აი ეს არის მთელი იდეა. და შემდეგ ეს კატეგორიზირებულად მოგცემს რეზულტატებს. აი აქ არის მაგალითად საქართველოს შემთხვევაში რა ხდება, რეზულტატი არის მოცემული აქ. და მთელ რიგ ნაწილებს იქ შლის თუ რა პრობლემებია აი ამ კატეგორიების მიხედვით, ამ 8 კატეგორიის მიხედვით, სად არის სუსტი წერტილები და შემდეგ მიუთითებს კონსტიტუციაში რა თავებზეა საუბარი და იმ ლოგიკას თუ რატომ დაადგინა, რომ ვერ უძლებს კონსტიტუცია ამა თუ იმ თავდასხმას. თუ დაინტერესება იქნება, რა თქმა უნდა ამას გადმოგცემთ და ეს უკვე დამატებულია ჩვენს დოკუმენტებში, უბრალოდ მე ამიტომ ძალიან ბევრი ვისაუბრე, მე საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და ძალიან ბევრ იმ სენტიმენტს, რაც რომ ჩვენ განვავითარეთ საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პარალელურად იმეორებს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით ერთი კიდევ 2/3 იმისა, რაც აქ არის, კიდევ ამან თვითონ დაამატა და ამოაჩინა მთელი რიგი პრობლემები და კიდევ ის აქვს ამას, რომ მარჯვენა სვეტში უწოდებს ამას high risk პრობლემებს, ანუ თუ არის ჩვეულებრივი რისკი და არის კიდე ერთი კატეგორია, აი მაგალითად აი აქ high risk gap, ანუ რაღაც ჯაჭვის ვიწრო ნაწილი, რომელიც შეიძლება გაწყდეს. აი ეს არის მიდგომა, ძალიან საინტერესოა და ანუ ახალი მოდელები, როდესაც დავამთავრებთ, სრულყოფაში მოვიყვანთ, ან მომუშავე რეჟიმში შეიძლება ჩავდოთ აქ და პირდაპირ გავტესტოთ, ისევე როგორც შეგვიძლია, მე ეს არ გამკეთები ჯერჯერობით, მაგრამ ვიცი რომ არსებობს ალბათ ამის მექანიზმი, რომ ახალი მოდელის უკეთესი ვარიანტის შემოთავაზება თუ შეუძლია, თქვათ იგივე წყაროებზე დაყრდნობით,
მაგრამ აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამის ინტერპრეტაცია როგორ მოვახდინოთ, მაგრამ ან brainstorming-ს აკეთებს ჩვენთვის. აი ესეთი ვარიანტი შეიძლება ესეთნაირად შეიძლება გამოვყენოთ notebook LM. აქ დავამთავრებ ამ ნაწილზე საუბარს, შემდეგ გვინდა რომ გადავიდეთ დეცენტრალიზაციის საკითხებზე, თუ გაგვთ ამას შეკითხვა. მიტაცების ფორმა არის манипуляция სიგარებით. ეხლა ვეძებ უბრალოდ იმ ჩანაწერებს, უბრალოდ ეხლა რაც მახსენდება, ეს არის ვერ პოულობ მის მქონდა ჩანაწერები და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს სიგარებით манипуляция. ანუ სოციალური დახმარებები როგორც იმაზე რა მოსყიდვის პოლიტიკური მოსყიდვის ინსტრუმენტი. ასევე არის იმის რა ქვია ბიზნესის ბიზნეს კონტროლი. აქ იყო არ მახსოვს. არ არის. ხო, ესე იგი ბიზნესის დაფინანსება ისეთნაირად რომ შენზე იყოს დამოკიდებული რაღაცა ასე. არა. ბიზნეს კონტროლი, აი როგორც საზოგადოება, ესე ცალკე უნდა იყოს ბიზნეს კონტროლი. ბიზნესზე კონტროლი. რაც ბევრი სხვადასხვა იმით ხდება. ეს არის მაგალითად ინტერფერენცია, თქო, შეიძლება სამბობდი თანაკვეთები აქვთ, უბრალოდ ერთმანეთი გამოიყენა, მაგათ სასამართლო გამოიყენა პარლამენტის მიტაცებაში, ასევე შეიძლება ბიზნესზე ზეწოლისთვის. ასევე ძალოვნები შეიძლება იყოს გამოყენებული, შეიძლება იყოს რეგულატორები გამოყენებული, შეიძლება გამოყენებული იყოს ის, რომ ვიღაცას პრეფერენციულ მდგომარეობაში აგდებ. მაგალითად ქმნი თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც თავის ბუნებით ვერავინ ვერ გისაყვედურებს, ხო, ერთი შეხედვით ძალიან ოკეია რა. რაღაცა ესეთი ინოვაციური მეთოდია, მაგრამ ნახე ამაგით რა შეგიძლია რომ ვიღაცა ერთ-იგივე ინდუსტრიაში მოქმედ A და B-ს, როცა აძლევ A-ს პრეფერენციას, B-ს არ აძლევ და A-ს აძლევ რაღაცა მოტივებით. გამოდის რომ A-ს შეუძლია უფრო სწრაფად დაიკავოს ის მარკეტის შეარი რა მოკლედ. მოკლედ მეორე არის ეგ რა მოკლედ ბევრი სხვადასხვანაირი რაღაცები შეიძლება იყოს ტენდერებით ხარდაჭერა მაგალითად ახლა უცბად შემიძლია დავბუსტო რაღაცა კომპანია იმიტომ ტენდერები მივცე ან ლიცენზიების ხარდაჭერა მაგალითად ადგილი გამოუყო. ესე იგი ბიზნესი კონტროლი არის შემდეგ დეცენტრალიზაცია მუნიციპალიტეტები როგორც შეგვიძლია დავარქვათ საერთოდ დეცენტრალიზაცია. ეგა მესამე არის საბიუჯეტო ხარდაჭერების ამ შემთხვევაში გულისხმობ სოციალური ხარდაჭერების გამოყენება, ანუ ინსტრუმენტალიზაცია სიგარების. სოციალური დახმარებების ინსტრუმენტალიზაცია ხდება. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახე როგორი საინტერესო რა არის, რომ ვერ მოედავები, ანუ ერთი შეხედვით, რომ როგორ უნდა უთხრა, რომ რატო ეხმარებიო, ხო? რავით, სახელმწიფოში შეიძლება რაღაცა შეიძლება რომ თუ არ ხარ ლიბერტარიანელი მოსადავებელი ცოტა გაქვს და ამიტომ როგორც ანუ აი რო გადავხედოთ უმეტესი ქმედებები სწორედ ჯდება ის რასაც ქვია მიტაცება კონსტიტუციური მიტაცება რა ოდესაც თითოეული ნაბიჯი იზოლირებულად არის სადისკუსიო მაგრამ არაცხადად უმეტეს შემთხვევაში არაცხადად ნეგატიური ეს არის ამ ფორმის არაძალისმიერი მიტაცების ფორმის ყველაზე დიდი მიმიკრია შეუულია რა ანუ ადაპტირება შეშფოთვა არსებული არის ესეთი ტერმინოლოგია არსებობს ფრანკენშტეინის სახელმწიფო ანუ იღებენ სხვა კანონებს სხვადასხვა ქვეყნის რომელიც რომ ერთობლივ ურთიერთმიმართებაში წარმოადგენს რაღაც მონსტრს მაგრამ გადახედავ თქვათ იტყვიან რომ აგერ ფარა იქ ისა ესა და რომ შემოიტან ამ ყველაფერს გამოდის რაღაც მონსტრი რა თქმა უნდა ამ კანონებს იგივე ფორმაში არ მოიტანენ შეფუთულს თითქოს ის არის არამედ სხვანაირად მუშაობს ხო ესე იგი X3 დავამატეთ კიდე თუ რამე იქნება მე გავარჩიოთ ეს რომ თუ არ დავკარგოთ ახლა მაგრამ ეს სამი ჩავიწერე ამას მე გენერებას გავაკეთებინებ და მას ვიზავ თვითონ პროცესზე თუ გაქვთ რაიმე აი გამოც ანუ ძალიან ისე უნდა შევხედოთ იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა მოდი ესე ვთქვათ ეს სამი რაღაცა საქართველოში არის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აი ამდენი კვლევებია მანდ 33 კვლევა მაინც იყო და ამაზე არ საუბრობენ
ან ჩვენ გვიშლება რაღაცა ვასილ თუ მეთანხმებით ამ სამზე ან მაგათი შლება სერიოზულად თქვენ დატა რომ ამბობ ხოლმე მაგათ და ეს წყაროები ავტორებს და კონკრეტო მაგათ ანუ წყაროები რომლებიც არიან ანუ მათ ავტორებს რა მაგათ არის ეგ კონკრეტულად არის ავტორები ყავს ხო მაგ იმას კვლევარები არიან სერიოზული ამიტომ ან ჩვენ გვიშლება და კარგად გადავხედოთ ამ სამს უნდა დაემატოს თუ არა და მე მგონია ჩემი დავემატოთ მეტი ინფორმაცია ეს პრობლემას არ წარმოადგენს უბრალოდ წარმოადგენს პრობლემას ვასილ შეხედე ანუ არის კოლეგები ნახე მან როგორ მუშაობს ნოუთბუქელები ხო არის ისე მაღალ კვალიფიციურ წყაროებს შე თვითონ და ის იქიდან იღებს მთელ ცოდნას ძირითად ცოდნას ხო და თუ აი ამდენ წყაროში ესენი არ გამოჩნდა პრობლემა ამ დასკვნების რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ ამ სამთან დაკავშირებით ან ძალიან ფრთხილად უნდა მივიდეთ მაშინ დაანჩენ დასკვნა უყურე როდეს ამ წყაროებზე დაყნობით არ გამომიტანია ეს ნუსხა მე დათა ეს იყო ის ხო იმან გამოვიტანა ნოუთბუქმა არ გააკეთა თონ არ გავაკეთე მე და მე ამიტომ გეკითხებით რომ კიდე რა არის დასამატებელი მეთქი ანუ ეს შეიძლება კიდე გადაიხედოს კიდევ ეს ნუსხა უკეთესად და ეს სამის დამატება კარგია მაგრამ თვითონ წყარო შიგნით თვითონში რაც არის ხო ეს ჩემი შეტანილი ისევე როგორც ნოუთბუქელების შეტანილი შემოთავაზებული და შეტანილი შენ არ გითხავს რომ აი ესეთი ნუსხა გამიკეთეო მე მეგონა იმას თხოვე გავაკეთებინე მაგრამ ჩვეულებრივ ინტელექტს ვკითხე ანუ ნოუთბუქელების არ მიკითხია ანუ მე ჩავთვალე რომ ესენი რომ შეიტანე რო არ გაბლარული იყოს სხვა ინფორმაციით ამას ვთხოვე რომ გამიკეთე ლისტიო მაგიტო გეუბნებოდი მე პინგი რომ მისცე მეთქი ლამაზად აკეთებს მაინდ ვებს აკეთებს აი ამ პრობლემების ქვე პრობლემების და მთელი მის მაინდ ვებს გაიკეთებდა ოკეი კაი გავიგე ანუ